არ ვიცი გიფიქრიათ თუ არა ოდესმე, ან თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა, რომ რა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა ურთიერთობაში დასარჩენად და კარგი ურთიერთობის ასაშენებლად ზოგადად. ქიმია, ეგრეთ წოდებული, რასაც ვეძახით ამ მუცელში პეპლებს თუ არ ვიცი ზოგადად კარგ ესეთ ურთიერთობებს, თუ ემოციური კომფორტი, უსაფრთხოება და სტაბილურობის განცდა. ამაზე გვიპასუხებს, ჩვენ რომ ბევრი არ ვიდაოთ, გვიპასუხებს ფსიქოლოგი თავისი ექსპერტიზის გადმოსახედიდან. ირმა. ზოგადად ძალიან ხშირად ეს მუცელში პეპლები, რაც ადამიანებს ქონიათ ხოლმე სიყვარული, ხშირად ეს არის შფოთვა, როდესაც თავს გრძნობ უსაფრთხოდ და გაქვს გარკვეული შიშები, როგორ წარიმართება ჩემი ეს ახლანდელი ურთიერთობები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების შეგრძნება და შინაგანი სიმშვიდე. რასაკვირველი ამას თუ ჯანსაღი ქიმიაც თან ახლავს, კიდევ უკეთესი. და ერთი შეკითხვაც. გვესმის რომ ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ერთი უნივერსალური რჩევა პირადი ურთიერთობებისთვის. შენი გამოცდილებიდან გამომდინარე. ხომ არ გაქვს? რა თქმა უნდა, მაქვს, ეს არის სულ ვიძახი ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობებში, რომ მოусმინონ ერთმანეთს, გქონდეთ ჯანსაღი კომუნიკაცია და არასოდეს ის რაც საწყისად ხდება, რომ ხედავ რომ რაღაც გარკვეული პრობლემის წინაშე დგებით, მანამ სანამ ეს გაღრმავდება, დაჯდნენ ისაუბრონ, გამოარკვიონ და რაც მთავარია, არ იფიქრონ მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან, არამედ ჩაუღმავდნენ შენ რა გაწუხებს, მე რა მაწუხებს და ამის მიხედვით მოხდეს სწორი ანალიზი, რომ ურთიერთობაში არც ერთი მხარე არ უნდა იყოს დაზარალებული და უნდა ერთმანეთთან იგრძნონ სიმშვიდე და უსაფრთხოება.